რა თქვეს ჩემმა მშობლებმა. ხო და მოდით გავაგრძელოთ ჩემს ისტორიას. არ მეგონა რომ ასეთი საინტერესო იქნება. მაგრამ ძალიან ბევრმა ქალბატონმა მომწერა რომ მეც მქონდა მსგავსი სიტუაცია და ვწერ მეორე ნაწილს. ჩემმა მშობლებმა 1-2 საათის მერე დაიწყეს ჩემი ძებნა, დაურეკეს ჩემს თანაკლასელებს, გაიგეს როგორ ანაირად მოგდებდნენ პოლიციით, უბრალოდ მილიციით, მაშინ მილიცია იყო. ცალკე ჩემი ძმა მეძებდა თავის მეგობრებთან ერთად, დაადგინეს სად ცხოვრობს მისამართი ბინა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უკვე წასულები ვიყავით იქედან 8 საათის მერე, ხო გითხარით 8 საათამდე იქ ვიყავი ჩაკეტილი, 8 საათის მერე ჩემო მეუღლემ წამიყვანა თავის ბიძასთან თემქაში. ჩემი მშობლები რო შემოვიდნენ ბინაში, პოლიცია გატეხა კარი და შემოვიდა, არავინ არ იყო, მაგრამ მამაჩემმა იპოვა ჩემი ჩანთა, სკოლის ჩანთა. მე იქ წავიდა შერიგება, მოლაპარაკება ჩემი მშობლების და მისი მშობლების და პირველად რაც მითხრეს ჩემმა მშობლებმა, როცა დამინახეს, რომ შენ თუ გინდა დაბრუნდი, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა, თუ გაგიჭირდება აქ დარჩენა, წაგიყვან საზღვარგარეთ, მაგრამ მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა. შეეხება იმას, თუ როგორ ცხოვრობდი, ვიცხოვრეთ ერთად 7 წელი. ვიყავი ჩვეულებრივი დიასახლისი, რომელმაც უვლიდა სახლს, ბავშვიც გავაჩინე. წარმოიდგინეთ, მე თვითონ ვიყავი ბავშვი და ბავშვს ვზრდიდი, პლუს დიასახლისობდი, საჭმელი დალაგება. არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემს მეუღლესთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა და არც თბილი და არც ცუდი, ესე ვთქვათ. ასევე მკითხეთ, შემიყვარდა თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ მე სიყვარულით არ ვიყავი გათხოვილი, კი ბატონო, მე შემიყვარდა როგორც მეუღლე ადამიანი, რომელიც შენს გვერდზეა მთელი 7 წელი. ჩემი უდიდესი თხოვნა, რომ არ მკითხოთ, როგორ გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, იმიტომ თქვენ ეს ინფორმაცია არაფერს არ მოგიტანს, უბრალოდ ადამიანი აღარ არის, თქვენც გამიგეთ, ჩემთვის ეს ლაპარაკიც ძალიან რთულია და თან არ მინდა, რომ ჩემი ვიდეო იყოს ძალიან სევდიანი. 7 წლის ერთად ცხოვრების მერე ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. შინ დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი. 2001 წელს მოხდა ეს ამბავი და 2003 წლამდე მე ჩემი ცხოვრება არ მახსოვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემმა გონებამ თვითონ წაშალა ის მოგონებები და ის 2 წელი რაღაც ალბათ 1-2 მომენტი მახსოვს კარგად. რომ აგიხსნათ, როგორი სიტუაციაში ვიყავი, როგორი დეპრესია მქონდა. ეს იყო ნამდვილი დეპრესია და არა ცუდ ხასიათზე როცა ხარ. მე უბრალოდ საწოლიდან ვერ ვდგებოდი და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ვერც ვჭამდი. რაღაც ელემენტარულ საქმეზე არც იყო ლაპარაკი. მადლობა დედაჩემს, რომ ბავშვს უვლიდა და თავისთან ყავდა ჩემი შვილი. ძალიან კარგად მახსოვს უბრალოდ ერთი მომენტი, რომ გადავწყვიტე რომ ავდგე, ცოტა მოვალაგო ან რაღაცა მოვაწესრიგო ბინა, ჩავთე მუსიკა, მეთქი ცოტა იქნებ ხასიათზე მოვიდე და დავიწყე დალაგება, ამოვიდა მეზობელი და მითხრა, შენ არ გწვენიაო, შენ მეუღლე გარდაგეცვალა, შენ კიდე მუსიკებს უსმენ. და მახსოვს რომ გავთიშე და ისევ დავწექი და კაიხანს არ ვდგებოდი ლოგინიდან. უხაროდ მაშინ არავინ არ მყავდა გვერდზე და არავინ არ ციცოდა, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება, სპეციალისტის დახმარება, დეპრესიიდან მარტო ადამიანი არ გამოვა. არის ძალიან რთული, მაგრამ მე რა გამომიყვანა ამ სიტუაციიდან. მახსოვს ის მომენტი, რომ გამოვიხედე ესე ფანჯრიდან გარეთ და დავინახე, რომ ჩემი ბავშვი, ჩემი შვილი მარტო მიდის ბაღში. 6 წლის იყო მაშინ ჩემი შვილი. ბაღი იყო ახლო, არც გზა არ იყო არაფერი, ანუ ჩვენი სადარბაზოდან 100 მეტრში იყო ბაღი და ესე გადავიდა და შევიდა ბაღში მარტო ბავშვი. და მე რო გავიაზრე, თურმე ჩემი ბავშვი უკვე 1 კვირა დადის მარტო ბაღში. მე არ დავყავარ. და აი ამ მომენტმა მე გამომაფხიზლა, ტირილით მე აღარ ვტიროდი, ზუსტად მახსოვს, უბრალოდ მივხვდი რომ მე მარტო არა ვარ. და ასეთი მოქცევა არ შეიძლება. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა. ახლა მეტყვით სად იყვნენ შენი ახლობლები, ან მეგობრები, ან ნათესავები. ყველას ვეუბნებოდი, რომ არავის დახმარება მე არ მჭირდება, მე კარგად ვარ, მიუხედავ მე თვითონ ჩემს ცხოვრებას. სიმართლე მოგითხრათ, არავინ არ წყავდა. დედაჩემის და ჩემი ძმის გარდა. ჩემი ძმა ძალიან მეხმარებოდა, მე ფინანსურად მე ხო არ მუშაობდი. დედაჩემი კიდე აი მოდიოდა, ან საჭმელს მოიტანდა, ან ბავშვს უვლიდა, ან ასეირნებდა. ახლა მეტყვით მისი მშობლები რატო არ მაქცევდნენ ყურადღებას, ან ჩემი მეუღლეს მეგობრები. ძალიან მარტივია. არავის არ ჭირდება ადამიანი, რომელიც არის ავანტყოფი, რომელსაც აქვს პრობლემები და რომელსაც არ აქვს არც ფული და არც არაფერი. ჩემი ძმა მერე უკვე როცა ცოტა აზე მოვედი, ძალიან მეხმარებოდა იმით, რომ
მატარებდა იმ ადგილებში, სადაც თვითონ დადიოდა, ან კინოში, ან საბილიარდოში, ან კაფეში, უბრალოდ რომ გარეთ გამოვიდეთ და ცხოვრება ვნახო. შემდეგ მე ჩავაბარე სასწავლებელში, ვისწავლე ბუღალტერია. ჩემთვის იყო ძალიან რთული სწავლა, იმიტომ აი თავში არაფერი არ ჩდებოდა. ერთი და იგივეს ვიმეორებდი, რომ რაღაცა დავიმახსოვრო, მაგრამ მაინც დავამთავრე, ცოტა უკეთესად გავხდი. მაწუხებდა უძილობა, უბრალოდ ძილის დარღვევა მქონდა. მთელი 24 საათის მანძილზე შეიძლება 1 ან 2 საათი სულ მეძინოს. ეგეც ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე როცა ვიყავი დეპრესიაში, დავიწყე მოწევა, მაგ ამაზე ნათქვამი, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რაზეც ყველაზე მეტად ვნანობ ჩემს ცხოვრებაში, არ უნდა დამეწყო. რატო გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერვა? თუ თქვენი მეგობარი, თქვენი ნათესავი, ახლო ადამიანი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არის დეპრესიაში, არ დგება ლოგინიდან, არაფერი არ აინტერესებს, მარტო იმაზე ფიქრობს და მარტო იმას გეკითხება, რისთვის გავაკეთო, რა გავაკეთო, არ მინდა, არ მჭირდება. როცა თქვენ ხედავთ, რომ თქვენი ძალიან ახლო ადამიანი არის რთულ სიტუაციაში, აუცილებლად მას სჭირდება თქვენი დახმარება. თუ თქვენ ყავთ კარგი ფსიქოლოგი, დაუკავშირდით და დაეხმარეთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ სპეციალისტის დახმარება უშველის მას. რატომ გეუბნებით და მე ბოლომდე ვერ ვუმკურნალე ჩემი დეპრესია და მეორედ დამემართა უარესი და უფრო მძიმე ფორმაში, რომელზეც მე მოგიყვებით. და აი ამ შემთხვევაში უკვე დამეხმარა ფსიქოლოგმა, ჩემმა ფსიქოლოგმა. ასევე თუ მიყურებენ ფსიქოლოგები, თუ შეიძლება დატოვეთ რამე კომენტარი ან თქვენი კონტაქტები და ვისაც სჭირდება დაგეხმარებიან, ვისაც სჭირდება დაგიკავშირდებიან. ფსიქოლოგთან წასვლა არ არის სირცხვილი, ეს არის აუცილებელი ნებისმიერ ადამიანისთვის. იმიტომ რომ როგორც ჩვენს ყველა ორგანოს სჭირდება გამოკლევა, სჭირდება დახმარება. გული როცა სტკივათ, ხო მიდიხართ კარდიოლოგთან, როცა სტკივათ, ხო მიდიხართ სტომატოლოგთან და ასე შემდეგ, ისევე ჩვენს ტვინს, ჩვენს გონებას სჭირდება აუცილებლად დახმარება და ექიმი. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგი ან შეიძლება მერე უკვე ფსიქიატრი. რატომღაც ჩვენთან ეს არის ძალიან სირცხვილი, თუ შენ დადიხარ ფსიქოლოგთან, არა და თავის დროზე რო წასული ვიყავი მე და სპეციალისტი თუ თავის დროზე დამეხმარებოდა, მე ალბათ ახლა ვიქნებოდი უფრო მეტად წარმატებული და არ მექნებოდა ამდენი კომპლექსები. და კომპლექსებული ვარ ახლაც. ვმუშაობ ჩემ თავზე, მაგრამ მაგას სჭირდება დრო. შემდეგ უკვე ნელ-ნელა დავიწყე სამსახურის ძებნა, ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩემი თავისთვის და ჩემი შვილისთვის მინდოდა რომ დამემტკიცებინა, რომ მე რამე შემიძლია. რომ გაიგოთ რატო ჩავარდი ესე დეპრესიაში, ჩემთვის ჩემი მეუღლის გარდაცვალება იყო მარტო ის ფაქტი იყო, რომ საყვარელი ადამიანი დავუკარგე, არამედ რომ მე რა გავაკეთო ახლა. რა მეშველება. არაფერი მე არ მაქვს, არაფერი მე არ ვიცი, მეგობრები მე არ მყავს, ფული მე არ მაქვს. მე ვარ მარტო და რა გავაკეთო არ ვიცი. ახსოვს პირველი ჩემი ხელფასი იყო 180 ლარი, მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, ჩემთვის ის თავარი იყო ის, რომ მე ვმუშაობ. ჩემი პირველი ურთიერთობა, ჩემი მეუღლის გარდაცვალების მერე იყო მხოლოდ 10 წლის შემდეგ, რაზეც მე მგონი მომიწევს მესამე ნაწილის ჩაწერვა. ძალიან გრძელი გამოვა ეს ვიდეო და მეც გამიგეთ ყოველივე ესეთი ვიდეო ჩემთვის ძალიან რთულია. იმის გააზრება, თუ რა მქონდა, რა გავიარე და ახლა როგორი ცხოვრება მაქვს. ვიცი რომ თქვენთვის არის ეს საინტერესო, ამიტომ ვეცდები რომ მალე ჩავწერო მესამე ნაწილი. არა და არ მიყვარს ეს ნაწილები. მადლობა რომ მიყურებთ და მისმენთ.